თუმის გამოძახებს რა თქმა უნდა და პირველად აჭარაში ჩაერთვება ახალშობილთა რეფერალი. თბილისი და დოჰა დამეგობრდნენ. ყატარის და საქართველოს დედაქალაქების დამეგობრების დოკუმენტი ორი ქალაქის მერმა სწორედ ყატარში გააფორმა. გიგი უგულავა ოფიციალური ვიზიტი დოჰაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გაიმართა, ასევე ყატარის ურბანული დაგეგმარების მინისტრთან და ყატარის ავიახაზების აღმასრულებელ დირექტორთან. მხარეებმა ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, როგორც ყატარის ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული რეფორმების და საინვესტიციო კლიმატის მიმართ. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამშრომლობის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ყატარი ერთ-ერთი მძლავრი და მდიდარი სახელმწიფოა არაბულ სახელმწიფოთა შორის. რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე დაძრულია, მაგრამ ამ მიმართულებით უამრავი შესაძლებლობა არსებობს, ამიტომ ყველა დონეზე აუცილებელია ამ ურთიერთობის გაძლიერება. დიდი რესურსია ტურიზმის კუთხით, დიდი რესურსია ინვესტიციების სხვადასხვა სფეროში კუთხით. ჩვენ ასევე დავგეგმოთ, რომ საქართველოსა და თბილისის პოპულარიზაციის მიზნით აქ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩავატაროთ, იმისათვის რომ მეტმა ადამიანმა იცოდეს საქართველოს შესაძლებლობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რამდენიმე თვის წინ პირდაპირ რეისი ამჯერად წლის ბოლომდე ბაქოს გავლით არის თბილისი ბაქო დოჰა, ხოლო უკვე დაიწყება პირდაპირ რეისი თბილისი დოჰა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ტურისტს შემოიყვანს, კიდევ უფრო მეტ ინვესტიციის მოსვლის შესაძლებლობას იძლევა ეს გარემოება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თითოეული ინვესტიცია ჩადებული ქალაქში ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილს, დამატებით კეთილდღეობას ჩვენი ქალაქისთვის და თბილისელებისთვის. ბატონო მერო, დოჰა ჩვენი რეგიონის ლიდერად ითვლება ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვიცით, რომ თბილისი ასევე ლიდერია კავკასიის რეგიონში და თქვენთან მშენებლობის ტემპი კრიზისის პირობებშიც კი არ შეჩერებულა. ხსენია, რომ თქვენ იპოვეთ საინტერესო ფორმები, რათა ურბანული განვითარება არ შეფერხდეს და თქვენივე ინიციატივით ხორციელდება პროექტები, რომლებიც ძველი თბილისის აღდგენას უზრუნველყოფს. ასევე ახორციელებთ თანამედროვე პროექტებს და აშენებთ ახალ უბნებს. ვიცი, რომ თბილისი საოცრო დინამიური და ლამაზი ქალაქია, სადაც ღირს დასვენებას და ბიზნესის დაწყებაც. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ქართულ სპეციალისტებთან არქიტექტურისა და სხვა ურბანულ სფეროებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქალაქები დაძმობილდნენ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს დედაქალაქი სწრაფად ვითარდება და საინტერესოა როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. ცნობილია ის რეფორმები, მათ შორის მოქალაქეთა მომსახურების სფეროში, რაც თქვენი ინიციატივით განხორციელდა. ბევრი რამ შეიცვალა დოჰაშიც და ეს თქვენთვის აგრეთვე საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქები და მათი მოქალაქეები არამხოლოდ გულწრფელი მეგობრები იქნებიან, არამედ პარტნიორები, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ სიმბოლური აქციებით არ შემოიფარგლება. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ კონკრეტული ინვესტიციო პროექტები. გვინდა რაც შეიძლება მეტი კატარელი სტუმრობდეს საქართველოს და თბილისს, ისევე როგორც მეტი ქართველი და თბილისელი ჩამოდიოდეს ჩვენს ქალაქში. ჩვენ დღეს ავაგეთ ხიდი, რომლითაც მომავალი თაობები ისარგებლებენ. შემოსავლების სამსახური მეწარმეებთან